ქაშმირში ადგილობრივი მთავრობის შექმნამ დროთა განმავლობაში გააძლიერა ქაშმირის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იდეა ადგილობრივ პოლიტიკოსებში, რაც ასუსტებდა პროინდური ძალების გავლენას. ხშირ შემთხვევაში ქაშმირი განიხილება პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაპირისპირების კონტექსტში, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დამოუკიდებლობაც ბევრს სურს. 1990-იანი წლებიდან ქაშმირში შეიარაღებული დაჯგუფებებიც კი გამოჩნდნენ, რომელთა ნაწილი დამოუკიდებლობისთვის ან პაკისტანთან შეერთებისთვის იბრძოდა. ამიტომ ინდოეთისათვის არა მხოლოდ პაკისტანის მიერ კონტროლირებული ქაშმირელი ტერორისტები არიან პრობლემა, არამედ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფებებიც, რომლებსაც ინდოეთის თქმით პაკისტანი აფინანსებს. ამიტომ ინდოეთის პარლამენტმა ქაშმირს განსაკუთრებული სტატუსი გაუქმა და მეტიც, ქაშმირის შტატი ორ კავშირებრივ ტერიტორიად გაყო: ჯამუ და ქაშმირი და ლადახი. ასე ინდოეთის ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონის გაკონტროლება უფრო გაუადვილდა.